კი. ესე იგი სამშაბათს გაქვთ ხო თქვენ ეს ამ საგანში? დიახ, 11 საათს. ხო. ანუ ორშაბათიდან გეწყებათ, ხო? არა, დავიწყეთ უკვე. დაგეწყოთ უკვე. კარგით. კარგით, მოკლედ ესე იგი დავიწყებ მაშინ. ფორმატი იქნება ესეთი რა. 4 საკითხი იქნება, 3 ამოცანა, რომლის გავსებსაც განვიხილავ და 1 თეორია. პირველი ამოცანა ჩვენ ბოლოს თუ გახსოვთ, ვისაუბრეთ ცვლადი დენის წრედების ანგარიშის მეთოდებზე. ერთ საკითხი იქნება კვანძური ძაბუების ანალიზის მეთოდი. ეს მეთოდი ჯერ ორი სიტყვით ვიტყვი ამ მეთოდის შესახებ. ძირითადად გამოიყენება მრავალი კვანძის, ანუ მრავალკონტურიან სქემებში, ასე ვთქვათ, სადაც ბევრი დამოუკიდებელი კვანძია. და ამ სახის წრედებში არის ეფექტური ამ მეთოდის გამოყენება, ვიდრე ასე ვთქვათ, ტრადიციული უნივერსალური მეთოდი, რაც არის დაუშვათ კირხოფის კანონები. ერთ წუთით კვანძი ინგლისურად როგორ არის? Node. კაი. ეს არის ნოდალ ანალიზი, ანუ კვანძური ძაბუების ანალიზი, ანუ კვანძური ანალიზი, როგორც გინებავთ რა. ამ მეთოდის არსი რა არის? აი მაგალითად, სქემაზეც რო ვისაუბროთ. როდესაც გვაქვს რაღაც წრედი, ამ წრედში არის რამდენი კვანძი? ეხლა A არის ერთი კვანძი და B არის მეორე კვანძი, ხო ასეა? ამ ვთქვათ, რაღაც n რაოდენობის კვანძისგან, რაც წრედშია, ერთ-ერთი უნდა მივიჩნიოთ ნულოვანი პოტენციალის მქონე კვანძად. ანუ ის კვანძი უნდა იყოს დამიწებული. ამ შემთხვევაში B კვანძი იქნება ესეთი. და უნდა გავსაზღვროთ დანარჩენი კვანძების პოტენციალები კვანძში განტოლების საშუალებით. და კვანძში რა განტოლება იწერება? კირხოფის პირველი კანონი, ხო ასეა? ანუ კვანძური ძაბუების მეთოდის თანახმად რამდენი კვანძიცა გვაქვს, თქვათ, წრედში, უნდა გამოიყოს ერთი კვანძი, რომელიც მიიჩნევა ნულოვანი პოტენციალის მქონე კვანძად და მის მიმართ განიხილება სხვა კვანძების პოტენციალები. და ამ კვანძების პოტენციალების საპოვნელად ყველა ამ დამოუკიდებელი კვანძისთვის, დამოუკიდებელი კვანძია, შეგახსენებთ, არის ესეთი კვანძი, რომელიც არ არის ნულოვანი პოტენციალის მქონე, ანუ ყველა ის კვანძი, რომელიც გარდა იმ დამიწებული კვანძისა, რომელსაც თქვენ ნულოვან პოტენციალად მიიჩნევთ. და უმჯობესია მიიღოთ ის კვანძი ნულოვან პოტენციალად, რომელშიც ყველაზე მეტი შტო ერთიანდება. შესაბამისად, კირხოფის პირველი კანონის საფუძველზე ყველა კვანძისათვის დავწერთ, ყველა ამ დამოუკიდებელი კვანძისათვის ვიპოვით კვანძური ძაბვის მნიშვნელობებს, პოტენციალებს და შესაბამისად უკვე ჩვენ შეგვეძლება გამსაზღვროთ დენის შტოებში ძაბვის ვარდნები და ასე შემდეგ. ანუ წრედი გავიანგარიშოთ, დენ განაწილება და ასე შემდეგ. ეს ზოგადად შესავალი, აი თეორიული ნაწილი. მე შევეცდები დაახლოებით ძალიან მსგავსი ამოცანა განვიხილო თითოეული მეთოდზე. აი ეს 11 ამოცანა, ეს არის კვანძური ძაბების მეთოდი. აი ეს სქემაა მოცემული. ესეთი სქემაა, სადაც არის 3 რეზისტორი, შესაბამის წინაღობებით და 2 ძაბვის წყარო. წრედზე არის 2 დამოუკიდებელი კონტური. მაუსის მოძრაობასაც ამჩნევთ, ხო ალბათ? დიახ, ჩანს. 2 დამოუკიდებელი კონტურია და 2 კვანძი. შტო არის 1 შტო, 2 შტო, მე-3 შტო. შესაბამისად, კვანძური ანალიზის მეთოდის გამოყენებით განსაზღვრეთ დენი თითოეულ შტოში, ანუ I1, I2, I3 დენები. ეხლა რას ვაკეთებთ?
პირველ რიგში ამ ორი კვანძიდან ვირჩევთ ერთ-ერთ კვანძს ნულოვანი პოტენციალის მქონე, ანუ დავამიწერთ მას. ესეთ კვანძს ავირჩიოთ ამ შემთხვევაში B კვანძი. არ აქვს მნიშვნელობა, რომელს ავირჩევთ, იმიტომ რომ ორივეში სამი შტო შედის. მოდი ეს B კვანძი ავირჩიოთ. როგორც წესი, ქვემოთ ჰორიზონტალურ, ასე ვთქვათ, შტოში აირჩევენ ხოლმე. B კვანძი დავამიწერთ. შედეგად შემდეგ უკვე რა ხდება? მე რომ ვიპოვო I1 დენი, I2 დენი და I3 დენი, მჭირდება გავსავსრო A კვანძის პოტენციალი B კვანძის მიმართ. იმიტომ რომ ამის პოტენციალი ნულის ტოლია, ვიცი. ესე იგი, პირველ რიგში მე უნდა შევირჩიო პირობითად დენის მიმართულებების შტოში. აი ამ სამივე შტოში. ისე როგორც თქვა, აი ამ ნახაზია მოცემული. ეს არის თქვა I1 დენის მიმართულება, I2 დენის მიმართულება, ეს არის პირობითად. მაგრამ ამასაც გამოცდილება ჭირდება. რატო არის ახლა ამ მიმართულებით? იმიტომ რომ თუ შეხედავთ ამ ძაბვის წყაროს, დადებითი პოლუსი არის აქეთ ხარეს, მინუსიდან პლუსისკენ მიდის, ხო? დიახ, პლუსიდან მიდის მინუსისკენ. და დაახლოებით საორიენტაციოდ ახლა გამოცდილებით ესე აირჩია რა. სავარაუდოდ ესე გონია, რომ თქვა ამის ავტორს რომ ესე იქნება რა. ესეც მნიშვნელოვანია ახლა, რასაც აიღებთ. რეალურად თუ თქვენ მიიღეთ სხვა მიმართულება სავალო ოჯახში, ესე იგი წინასწარ შერჩეული მიმართულების საწინააღმდეგო ყოფილა და ახლა წინასწარ რატომ უნდა შევირჩიო არარეალური რეჟიმი, ხო? რომელიც ასე ვთქვათ ერთი წუთით უპასუხებ რა ტელეფონს. Paimās, pildīt. არის ბოდიშიც ისმის, ხო ჩემი? კი. მოკლედ. Nē. შევირჩიეთ ეს დენის მიმართულებები. რა გავაკეთეთ? შევირჩიეთ დენის მიმართულებები და B კვანძი მივიჩნიე ნულოვანი პოტენციალის მქონე კვანძად. შემდეგი ნაბიჯი არის რა? A კვანძისათვის დავწეროთ კირხოფის პირველი კანონი. კირხოფის პირველი კანონი მე შეგახსენებთ, არის ესეთი, რომ კვანძში თავმოყრილი დენების ალგებრული ჯამი არის ნულის ტოლი. ალგებრული ჯამი მიმართულებების შესაბამისად. ანუ რა სიდიდის, რა ასე ვთქვათ, დენიც შემოდის კვანძში, ის დენი გადის და მუხტის აკუმულირება კვანძში არ რჩება, ეს არის ფიზიკური შინაარსი. შესაბამისად, რა იქნება კირხოფის პირველი კანონი ამ შემთხვევაში? შემოდის ორი დენი, I1 და I2 და გადის I3. შესაბამისად, აი ეს პირობა სამართლიანია. I1 + I2 უდრის I3-ს. აქ ყურადღება მივაქციოთ რას, რომ ეს მეთოდები, რასაც ახლა განვიხილავთ და რაც იქნება გამოცდაში და რაც განვიხილეთ ლექციებში, ეს მუშაობს მუდმივი დენის შემთხვევაშიც. განსხვავება არის ის, რომ აქ არის ეს შეგახსენებთ. იქ არის ნამდვილი რიცხვები და აქ ყო კომპლექსური რიცხვები. იქ არის სკალარული სიდიდეები და აქ არის ვექტორული სიდიდეები. ეს არის განსხვავება. მოდით ახლა აი ეს განტოლება ჩავწეროთ აი ესეთ სახით. და რა გულისხმობთ ახლა? იქ კომპლექსური არ მოვა? როგორ? კომპლექსური არ მოვა გამოცდაზე. კომპლექსური ანუ რეზისტორების ვაგირად შეიძლება კოჭაც იყოს. კოჭაც იყოს აქ. გასაგებია. მაგრამ აქ უკვე ფაქტიურად კომპლექსურია, იმიტომ რომ კუთხე აქ 90 გრადუსი. აი მაგალითად I1 დენი შეგვიძლია ჩავწეროთ როგორ? აი შეხედეთ ამ შტოში არის ძაბვის წყარო და A კვანძი. I1 დენი იქნება აი ამ ძაბვის წყაროს პოტენციალს მინუს აი ამ კვანძის პოტენციალი გაყოფილი აი ამ შტოს წინაღობაზე. ეს არის აქ ჩაწერილი 100 მინუს V-ა, V არის ამ კვანძის პოტენციალი ვოლტიჯი, ანუ ამ კვანძის ძალვა ამ B-ს მიმართ. გაყოფილი 20. 100 კუთხე 0 გრადუსი ნიშნავს, რომ 100 არის მოქმედი მნიშვნელობა და კუთხე ფაზა არის 0. შესაბამისად 100 კუთხე 0 რომ გაიშლება, დაგრჩება მარტო ნამდვილი ნაწილი. და 100 გამრავლებული ფრჩხილებში კოსინუს 0 გრადუს პლუს J სინუს 0 გრადუსი. J სინუს 0 გრადუსი არის 0, კოსინუს 0 გრადუსი 1. შესაბამისად დაგრჩება 100. მხოლოდ და მხოლოდ. აი ეს
მე მგონი გასაგებია. იური დენი იქნება რა? აი ამ ძაბვის წყაროს პოტენციალს მინუს ამ კვანძის პოტენციალი გაყოფილი აქ წინაღობაზე. ეს არის ომის კანონი. ამ შტოში გაივლის დენი, რაც არის ამ შტოს პოტენციალთა სხვაობა და მისი წინაღობის ფარდობა. ომის კანონია ფაქტიურად. 50 კუთხე 90 გრადუსი მინუს V-ა შეფარდებული 5-თან აი ამ წინაღობასთან. და ისამი დენი იქნება აი ამის ამას ამ 10 ომი წინაღობის რეზისტორზე რაც ზაბოცა ამოდებული პოტენციალთა სხვაობა. მის შეფარდება ამ წინაღობასთან. და რა პოტენციალთა სხვაობა აქვს? ამის პოტენციალია V ამის 0. ანუ V-ა მინუს 0 არის V-ა. V-ა შეფარდებული 10-თან. რატომ ვანგარიშობ ეს? იმიტომ ეს არის კვანძური ძაბვების მეთოდი. პოტენციალებზე გადავდივარ მე. შესაბამისად, აი ამას უკვე გავშლით. აქ უბრალოდ აღნიშნავ იქ რომ 50 კუთხე, ну აქ ჯერ არ გავუშლია, ხო? აქ მათემატიკური გარდაქმნებია და მიიღო ეს გამოსახულება ამ ფორმულიდან, რა? ამ განტოლებიდან. შედეგად აქედან V-ა განსაზღვრა. აი ხო აქ შევჩერდით 10 კუთხე 90 გრადუსი არის G10. რატომ არის ახლა G10? კი შეგახსენებთ. ეს კუთხე 90 გრადუსი მართკუთხა ორდინატების სისტემაში იშლება ასე. ეს არის კოსინუს 90 გრადუს პლუს G სინუს 90 გრადუსი. ჩხილებში განვლებული 10-ზე. კოსინუს 90-ზე 0-ია, მხოლოდ G წარმოსახვის წევრი რჩება, G სინუს 90 1-ია და დაგვრჩა მარტო G10. ну რაც შეეხება გაყოფას ახლა ნამდვილიც შეიყობა და ორივე მხარე გაიყო 0.35-ს მარტივი შემთხვევაა. მივიღეთ აი ეს არის ამ კვანძის პოტენციალი კომპლექსურ ფორმაში. შეგახსენებთ გარდაქმნას. თუ გინდათ ამ ფორმითაც რო დაწეროთ. ну ეს არის მოდული იქნება მათი კვადრატების ჯამიდან ფესვი და არგუმენტი აი ეს კუთხე იქნება არტანგენსი აი ამ წარმოსახვითი ასე ვთქვათ კომპონენტის შეფარდება ნამდვილ წევრთან. მართკუთხა ეს ფაქტიურად არის მართკუთხა კოორდინატთა სისტემა, სადაც ნამდვილი წევრია ეს ღერძი და წარმოსახვითი y ღერძი. თუ გახსოვთ, ეს ვექტორია რაღაც რა. ჩვენ ხო იქ არტანგენს ვერ დავუთვლით. ну შეგიძლიათ დაწეროთ უბრალოდ ან დატოვოთ. ესე რომ დავტოვოთ. შეგიძლიათ დატოვოთ მაგალითად აკლავ კი შეიძლება და მაგას სალგევით. მოკლედ მაგალითად შეგიძლიათ ამას რომ მიიღებთ, დაუშვათ, ეს აღარ ჩაწეროთ. რაც შეეხება ახლა ამოცანას, ვეკითხებოდა I1, I2, I3-ის დენი. V-ა პოტენციალი რომ მე ვიპოვე, მე შემიძლია უკვე გამსაზღვრო შტოებში დენი განაწილება. I1 დენი იქნება, როგორც ჩავწერეთ, აი აქ უნდა ჩავსვა ახლა მე ეს ნაპოვნი აკვანძის პოტენციალი, აი ამ გამოსახულებებში. იმიტომ რომ ეს არის I1, ეს არის I2, ეს არის I3, ამას მეკითხება. I1 დენი იქნება, აი ეს, ხო? აქ ჩასვა ეს ნაპოვნი სიდიდე. ხო თქვენ შეგიძლიათ ახლა ამას რო დაწერთ ახლა ეს მარტივია. იმიტომ რომ აქ ნამდვილი წევრია მნიშვნელში აქ რო კომპლექსური იყოს. ესეც კალკულატორით შეიძლება ამას გაკეთება, მაგრამ ამას თუ დაწერთ ახლა ამაზე არ გამოგიგდებით რა, ეს გასაგებია, განსაზღვრულია. ამ ფორმით კარგი შეიძლება ვერ ჩაწეროთ, თანგეს ვერ იპოვოთ, მაგრამ ამაზე არ გამოგიგდებით, მაგრამ აქამდე უნდა მიხვიდეთ რა ახლა კალკულატორით მიხვალთ. I2 დენი იქნება აი ეს 50 კუთხე 90 გრადუსი, რაც არის ჩასვა რა აქ ეს ვიაძაბის მნიშვნელობები. და განსაზღვრა ეს არის I2 დენი და I3 დენი არის აი ეს მნიშვნელობა. A კვანძიდან B კვანძისაკენ. მიმართულებებსაც შეეხება. აი ეს არის A კვანძისაკენ მიმართული I1 დენი, აქ წერია, ანუ დაემთხვა მისი დიდეს და I2 დენიც დაემთხვა მისი დიდეს. წინასწარ შერჩეულ მიმართულებას.
ასევეა ისამი დენის. ანუ წინასწარ შერჩეული მიმართულებები დაემთხვა ანგარიშის შედეგად, ასე ვთქვათ, განსაზღვრულ მიმართულებებს. ეს არის პირველი, ერთ-ერთი საკითხი ეს იქნება. ანუ ესეთივე ნახაზი იქნება იქაც? აქ როგორც არის? თუ სხვანაირი იქნება? ზუსტად დაახლოებით ესაა რა, ძალიან გავს ახლა. ზუსტად ანალოგიური შეიძლება არ იყოს, მაგრამ ორ კონტურზე მეტი რო არა, ამას ეს გიდასტურებთ. და ეგ რო თქვით, აი კოჭა შეიძლება იყოსო ჩართულიო. ანუ მაგ შემთხვევაში ეს კოჭა რას შეგუცვლის? აი თუ არ განვიხილავ კიდე. არაბე მაგალითად აი აქ კოჭაა, ხო? აქ რო დაწერთ განტოლებას, მაგალითად, ეს კიდე ცული შემთხვევაა, მაგრამ აქ გაიყოფა თქვათ აი ამ წინაღობაზე. G2-ზე მაგალითად. ანუ განსხვავებული ისეთი არაფერი აი მაგალითად აქ არის, ხო? აკვანძისთვის რო ჩაიწერა განტოლება 50 მინუს V-ა შეფარდებული 5-თან პლუს ეს დენი ეს პოტენციალის მინუს ას პოტენციალი ყოფილი 4-თან და აი ამ პოტენციალი შეფარდებული G2-თან. ეს შეიცვალა. დიახ, ასე. აქ რო იყოს, თქვა, სიტყვაზე რაღაც სრული წინაღობა R-იც და L-იც რო იყოს, თქვა, 2, თქვა 3 პლუს G2, აქ ნიშნულში დაждდება 3 პლუს G2. მაგრამ მაგდენი ის არ გვექნება ესე იგი. მაგდენი, არ ვიცი, შეიძლება ესეთი ვარიანტიც იყოს ახლა რა, მაგრამ ეს იგივეა. უბრალოდ აქ დაწერთ 1 პლუს G2, ამის წინაღობა რაცა. დიახ, გასაგები. ხო, რა შეკითხვები გაქვთ? ეს არის ერთი ამოცანა, ხო? ეს არის ერთი საკითხი. არით, გადავალ მაშინ მეორე საკითხზე. მეორე საკითხი არის კონტურული დენების მეთოდი. ესეც არის ანგარიშის ერთ-ერთი გზა. გამოიყენება მუდმივი დენის წრედებშიც და ცვლადი დენის წრედებშიც. პირველ რიგში, რა არის პროცედურა? ჯერ ის თქვათ, რა შემთხვევაშია სასარგებლო ამის გამოყენება. თუ არის ბევრი რაოდენობის კონტური. ბევრი რაოდენობის კონტური, აი ძალიან რთული შეკრული წრედი. თუ აი კონტროლული დენების მეთოდი საშუალებას გვაძლევს, რომ ასე ვთქვათ, უფრო მარტივად გადავწვრათ და გადავწყვიტოთ ეგ საკითხი. ამ შემთხვევაში, მაგალითად, ამ მეთოდის მიხედვით პირველ რიგში რას ვაკეთებთ? და შევირჩიოთ კონტურში კონტურული დენის შემოვლის მიმართულება. აი მაგალითად, აქ როგორც არის. ორი კონტურია. თითოეულ კონტურში შევირჩეთ კონტურული დენის შემოვლის მიმართულებას. მიზანშეწონილია, რომ ეს მიმართულებები იყოს ერთ და იგივე და იყოს საათის ისრის მიმართულებით. ეს თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ უმჯობესია, რომ ეს იყოს საათის ისრის მიმართულებით ყველა კონტურში. შემდეგ თითოეული კონტურისათვის იწერება კირხოფის მეორე განტოლება, თითოეული კონტურისათვის და ამის საფუძველზე განისაზღვრება კონტროლული დენის ნიშნულობები განტოლებათა სისტემიდან. შემდეგ რასაც გვეკითხებიან, რომელს ვთქვათ, ამოცანის პირობის მიხედვით, მე თუ კონტროლული დენი გამსაზღვრე, შემიძლია ყველა შტოში ვიპოვო რეალური დენის ნიშნულობები. და უკვე ძაბვის ვარდნას თუ მეკითხებიან, გამსაზღვრო აღნიშნული. თუ აღმოჩნდა, რომ შტოში დენის რეალური მნიშვნელობა არის უარყოფითი, ეს ნიშნავს, რომ წინასწარ შერჩეული კონტურული დენის მიმართულება და წინასწარ შერჩეული მიმართულება დენის იყო რეალური საწინააღმდეგო და ფაზით 180 გრადუსით უნდა დავძრათ რა, ანუ მის საწინააღმდეგო იქნება. ეს არის ზოგადი
ასე ვთქვათ, პრინციპი მოკლედ. აი გავიხილოთ აი ეს მაგამოცანა მაგალითად. სადაც გვეუბნებიან, რომ კონტურული ეს კონტური არის mesh, ვისაც ინგლისურადაც გაინტერესებთ. კონტურული ასე ვთქვათ, მეთოდის გამოყენებით განსაზღვრეთ დენი აი ამ წყაროში, აი ეს დენი, აი აქ ამ შტოში რა დენიც გადის, ეს უნდა გაიგოთ. და კონდენსატორში ანუ შესაბამისად აი ამ შტოში დენიც და აგრეთვე განსაზღვრეთ სიმძლავრე, რომელსაც ეს წყარო წრეც ასე ვთქვათ გადასცემს. ესეთი ამოცანაა, სამი სიდიდე უნდა ვიყოთ. პირველ რიგში გამოყოთ დამოუკიდებელი კონტურები. დამოუკიდებელი კონტური არის შეგახსენებთ ისეთი კონტური, რომელიც თავის თავში არ მოიცავს კონტურს. ამ შემთხვევაში ეს არის ეს კონტური და ეს კონტური. შევირჩიოთ მიმართულებებს, როგორც შევთავაზეთ, 1000-ის მიმართულებით, ეს იქნება I1 და I2. ეს არის კონტურული დენები და არა რეალური დენი. ეს არის წარმოსახული დენი, რომელიც ანგარიშსაც ვიყენებ. და დავწერ თითოეული ამ კონტურისათვის კირხოფის მეორე განტოლებას. კირხოფის მეორე განტოლება ჩამოყალიბდება შემდეგნაირად, რომ კონტურში ელექტრომამოძრავებელ ძალათა ალგებრული ჯამი არის ამ კონტურის გასწვრივ ძაბვის ვარდნათა ალგებრული ჯამის ტოლი. და თუ ელექტრომამოძრავებელ ძალას პირობითად ჩავთვლით, რომ ის პოტენციალთა სხვაობაა, ჩაკეტილი კონტურის გასწვრივ პოტენციალთა სხვაობათა ალგებრული ჯამი ნულის ტოლია. აი ამ წერტილიდან რომ წავალ და მოვალ იგივე წერტილში პოტენციალი არ უნდა შემეცვალოს და ჯამში აი ამ ელემენტთა პოტენციალთა აი ასე თქვა ალგებრული ჯამი ნულის ტოლი იქნება. ეს არის კირხოფის მეორე განტოლება. კირხოფის დიახ, ძალიან თითო მეშზე, ასე ვთქვათ. უკაცრავად გაემეორეთ. ან თითო მეშს ვაიზოლირებთ, რომ მე თითოში გამოიცვალო დენი და მე დაიწყო დაფერი, გავწერეთ. ვაიზოლირებთ, რას გულისხმობთ? ან ერთმანეთსგან ვაშორებთ სიგრძლიანად ამ ორ მეშს. არ ვაშორებთ ერთმანეთისგან, არა. აი მოусმინეთ და მე ალბათ მიხვდებით. აი მაგალითად ხო, აქ კირხოფის მეორე განტოლებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძაბვის ზრდა, პოტენციალის ზრდა აიღება დადებითი ნიშნით და პოტენციალის კლება, ელექტრული ველის პოტენციალის კლება აიღება უარყოფითი ნიშნით. აი მაგალითად პირველი კონტური. აქ მიმართულება ელექტრომამოძრავებელი ძალის არის შემდეგი. აქ მინუსი, აქ პლუსი, იგივეს ნიშნავს. ამ მიმართულებით როცა წავალ, აქ მინუსიდან პლუსში მივდივარ, ანუ დაბალი პოტენციალიდან მივდივარ მაღალი პოტენციალისაკენ, ანუ პოტენციალის დამაგ და ეს 10 აიღება, 10 ვოლტი აიღება დადებითად. შემდეგ ეს I1 დენი ხო ასე მოძრაობს და ამიტომ ამ მიმართულებას მივყვები რა, I1 დენს. I1 დენი აქ რომ მოვიდა რეზისტორში რაღაც ძაბვის ვარდნაა, ხო, ომის კანონის თანახმად. აი აქ ამის პოტენციალი ამ წერტილში და ამ წერტილში განსხვავებულია და მეტიც ამ წერტილში მეტია ვიდრე ამ წერტილში. იმიტომ რომ ამ წინაღობაში დანაკარგია ძაბვის. შესაბამისად აქ პოტენციალი ამ წერტილიდან ამ წერტილისაკენ ეცემა. შესაბამისად ეს აიღება უარყოფითი ნიშნით. ანუ -96 ჯერ I1, იმიტომ რომ I1 დენი არის. აი აქ თქვენ გასაგონად ბოლო შეკითხვა მის დასვით. აქ ხდება გათვალისწინება ამ საერთო შტოსი, ხო, ამ პირველი და მეორე კონტურის. აქ რა დენი გადის? ერთი I1 დენი და მეორე I2 დენი. ხო? მაგრამ ანგარიშსა თქვენ შეგიძლიათ მიყვეთ შემდეგ მიმართულებას, რომ როდესაც პირველი კონტურიდან მოყვებით, აქ I1 დენს -I2 დენი იქნება. ამ მიმართულებით, ხო, იმიტომ რომ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, აქ I2 დენი, ამ მიმართულებით აქ პირიქით. ანუ აქ თუ განვიხილავთ მაგ როგორც I1 -I2 დენი, მაშინ რას აკეთებს ეს I1 -I2 დენი? ეს დენი აუცილებლად გამოიწვევს ამ შტოში ძაბვის ვარდნას. აი ამ სრულ წინაღობაში 104+G200 ამ კვანძის პოტენციალი ამ კვანძის პოტენციალთან შედარებით მეტი იქნება. შესაბამისად, აქაც პოტენციალის დაცემა დაიღება უარყოფითი ნიშნით.
და ეს იქნება რა? ჯერ 104 გამრავლებული i1-2-ზე, აი ეს დენი რაც აქ გადის, ოღონ აიღება უარყოფითი ნიშნით. რახან პოტენციალის კლება. და ასევე 200 ომის შემთხვევაშიც, ოღონ ჟ200-ია წინ. და უდრის 0-ს. ეს არის პირველი განტოლება. შემდეგ დავწერთ იგივეს მეორე კონტურისათვის. აი მაგალითად აქ ამ ელემენტიდან ახლა დაწყებული, ხო? -101 აქაც იგივე ლოგიკაა, ამ რეზისტორში ძაბვის ვარდა და აქ პოტენციალი მეტია ვიდრე აქ და პოტენციალის კლებაა. რაც შეეხება კონდენსატორში, აქაც იგივეა, ოღონ -J50 იქნება და წინ მინუსი. ეს არ უნდა შეგეშალოთ, იმიტომ რომ ეს არის წინაღობის მინუსი და პოტენციალის მინუსი სხვა არის, რაც განტოლებაში თვალისწინებთ. ხო, აი აქ მნიშვნელოვანია რა? როდესაც მეორე კონტურს განიხილავთ, აი აქ თუ 1-2 დენი იყო, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განიხილოთ ეს ამ შტოში გასული დენი როგორც i2-1 დენი. და რატო? თუ i1-2 დენი არის ამ მიმართულებით, მაშინ ასე ვთქვათ, ეს იგივეა რაც i1-2 რომ იყოს აქ, ოღონ ესენი აიღება დადებითად და რატო? თუ ჩავთვლით, რომ ამ შტოში გადის ამ მიმართულებით i1-2 დენი, მაშინ მე როდესაც აი ამ კონტურს შემოული, მაშინ აქ პოტენციალის დამეკნება. რატო? იმიტომ რომ დენი ამ მიმართულებით იზრდება. პოტენციალი ზევით უფრო მეტია ვიდრე ქვემოთ და მე ამ შტოს მივყვები ქვემოდან ზევით. ანუ დაბალი პოტენციალიდან გადავდივარ მაღალი პოტენციალისაკენ. შესაბამისად, აქ თუ i1-2 ჩავწერდი, პლუსები იქნებოდა წინ 120-თან და ჟ200-თანაც. ამიტომ მამან ავტორმა ამ წიგნისა გადაწყვიტა, რომ მოდი ახლა დავწერ მე i2-1 და გარეთ გავიდან მინუსი. ანუ i1-2-ში ფრჩხილებს გარეთ მინუსი გაიტანა რა. ეგეთ რაღაცა გააკეთა. და გაუტოლა 0-ს. აი ამ ასე ვთქვათ, გადაალაგა ეს განტოლებები, ახლა i1-ის და i2-ის მიმართ და მიიღო ესეთი განტოლება. ეს არის კონტროლული განტოლებების ჩაწერის მარტივი ხერხი. და გეტყვით როგორ. ეს არის პირველი განტოლება, აი ეს, და ეს არის მეორე. როგორ შეგიძლიათ მარტივად ჩაწეროთ? აქ უნდა შემოვიტანოთ ესეთი ცდება. პირველი კონტური საკუთარი წინაღობა და ამ კონტურის მიმართ საერთო წინაღობა. პირველი კონტურის საერთო საკუთარი წინაღობა იქნება აი ამ კონტურში რა ელემენტებიც ამათი ჯამი. ამ შემთხვევაში ამათი ჯამი 200 პლუს ჟ200 ომი. და გადამრავლდება ის კონტურულ დენზე. აი აქ როგორც მივიღეთ. შემდეგ საერთო წინაღობა ხომ არის ეს პირველი და მეორე კონტურის და ეს ასე ვთქვათ საერთო წინაღობა გადამრავლდება მეორე კონტურის დენზე და აიღება მინუს ნიშნით. აი აქ როგორც და უდრის 10. იგივე აქაც. მეორე კონტურის საერთო წინაღობა იქნება ეს 205 პლუს 10 ეს რაცა, აიღება დადებითი ნიშნის საერთო წინაღობა განროლებული მეორე კონტურის დენზე მინუს ნიშნით. ეს არის ამის შედეგი. შესაბამისად, ახლა მოდი ასე ვთქვათ, ეს არის იმის საფუძველზე, რომ ჩვენ ერთნაირი მიმართულება შევირჩიეთ. ჩვენ არ შეგვეჩიეთ ერთნაირი მიმართულება, თქვენ ესეთი მარტივი ფორმით ამას ვერ ჩაწერთ. ამიტომ თუ თქვათ თქვენი მხრიდან რომელიმე იქნება მომზადებული, კარგად, თქვენ აი ესეთი ამოცანა რომ მოგივა, თქვენ პირდაპირ აქედან კი არ დაიწყებთ. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეს განტოლება დაწერთ. პირველი კონტურის საკუთარი წინაღობა გამრავლებული ამ დენზე მინუს საერთო წინაღობა გამრავლებული ამ დენზე და ანალოგიურად მეორე კონტურისათვის. და ეს მიიღება ამ დაშვებების საფუძველზე, ამ თანმიმდევრობით, რაც ჩვენ ვისაუბრეთ. მოკლედ, მივიღეთ ეს სისტემა. ეს ხო ამოხსნადია, ორი უცნობია, ორი განტოლებით. აქ ამოხსნილია კრამერის წესით. გახსოვთ კრამერის წესი? ეგრე რო ამოხსნათ სხვაობითაც მოვა. და ამოხსენით. ინდა ამოხსენით თქვენი წესით, არა, აქ მნიშვნელობა ამოხსენით. პოეზია დამოკიდებული, რა წესითაც გინდათ ამოხსენით.
ამ ავტორს ამოხსენილია კრამერის წესით, რომელიც ითვალისწინებს, რომ აი ამ შემთხვევაში პირველი ცვლადის კოეფიციენტების მაგივრად ჯერ კოეფიციენტების მატრიცაში ადგენს, აი აქ მნიშვნელში ეს არის დეტერმინანტი ამ კოეფიციენტების მატრიცის. ეს არის მნიშვნელობათა სვეტი. პირველი ცვლადის განსაზღვრისას, აი ამ პირველი ცვლადის კოეფიციენტების მაგივრად ისმება აქ, აი ეს 10-დან 0, აი აქ 10-დან 0, მეორე კოეფიციენტები რჩება და აქ მატრიცის დეტერმინანტები შეფარდება. და მიიღო ეს მნიშვნელობა. მეორედენი ეს არის ანალოგიურად, ხო? აქ ჩანაცვდა მეორე სვეტი კოეფიციენტების ნიშნულში და ეს დეტერმინანტი ნიშნულშია მუდმივი დარჩა. ეს არის კრამერის წესი. იპოვა i1 და i2 დენი. ეს მნიშვნელობა თავისი მოდულით და ფაზით. მე მეკითხება პირველი ამ ძაბვის წყაროს დენი რა არისო? ამ ძაბვის წყაროს დენი რა იქნება? ამ ძაბვის წყაროში ხო i1 დენი გადის. შესაბამისად ეს i1 დენი იქნება, რაც ვიპოვე. ანუ ეს 5.1 რაც არის. დენი კონდენსატორში, კონდენსატორი ხო ამ შტოშია. აქ იქნება i2 დენი. აი ეს რაც იპოვა, ეს ამბერი. თუ მეკითხებოდა ამ შტოში, ახლა არ მეკითხება უბრალოდ, მაგრამ თუ თქვა დაუშვათ გეტყვიან რომ ამ შტოში იპოვეთ დენი, ეს იქნება ამ ორი დენის სხვაობა. ხო, გააჩნია რა მიმართულებით, თუ რომელსაც გამოვაკლებთ, მიხვდებით რა, თუ i1-ს გამოვაკლებთ, i2-ს და უარყოფითს მიიღებთ, ესე იგი პირიქით ყოფილა და i2-ს მინუს i1, ანუ ამ მიმართულებითაა, ქვემოდან ზევით და ზემოდან ქვემოთ. მაგას არ გიკითხება. და მესამე შეკითხვა, იპოვეთ ამ ძაბვის წყაროს სიმძლავრე. დენი თუ ვიცი აქ რაც გადის, i1 დენია რაც ვიპოვე და ძაბვის წყაროს ძაბვის მნიშვნელობა ვიცი. სიმძლავრეს ხო ვიპოვე. სიმძლავრე არის ძაბვის და დენის მნიშვნელობათა ნამრავლი. აქტიური სიმძლავრე და გამრავლებული მათ შორის კუთხის კოსინუსზე. i1 დენი არის აი ეს მოდული და კუთხე 0. ძაბვა ვნახოთ ახლა, ძაბვა არის 10 კუთხე 0. ანუ მათ ძაბვისა და დენის ვექტორებს შორის კუთხე 0 გრადუსი ტოლია, იმიტომ ორივეს კუთხე 0-ია. შესაბამისად ძვლის კუთხე φ არის 0. კოსინუსი მაშინ ერთი ხო იქნება. და ეს იქნება ფაქტურად პირდაპირ ამ ძაბვის და დენის ნამრავლი რა და მიიღო 0.51 ვატია სიმძლავრე, რომელსაც ის წრეც აწვის. აი ეს არის კონტურული დენების მეთოდი. ანუ მანდაც ესეც ნახაზი იქნება, ხო, ამის მსგავს. კი, მე რას განვიხილავ, ეხა ფაქტიურად არის ეს ძალიან მიახლოებული. სულ ის თეორია რამდენი ქულიანი იქნება? ესე იგი ამოცანიდან ერთი არის 6 ქულიანი და 2 8 დანარჩენი 8 ქულიანებია რა. თავის თეორიაც 8 ქულიანი. კარგი. ესე იგი თავია, ხო? როგორ? თეორია მე-12 თავია, ხო, თუ სწორად გვაქვს? თეორია არის 12, 11, 12, 14 პარაგრაფები. კარგით. მოკლედ, ეხლა რატომ წვალობ დამდენს? აქ მე დამეწერა ეხლა კირხოფის კანონებით, უნივერსალური მეთოდი რაცა, სხვანაირი მეთოდი არ მოგიგონია და თქვენ მოიგონეთ მაშინ და კი ფანდონა რა ქვია, გავიანგარიშოთ მაგ მეთოდით, მაგრამ ნუ ახლა კირხოფმა გამოიგონა და ვიყენებთ მაგას, ხო? რა უნდა გაგვეკეთებინა, რომ აქ დენი განაწილება ვიპოვოთ? უნდა დაგვეწერა ორი განტოლება კირხოფის მეორე კანონი ამ კონტურებისათვის და ერთ განტოლებას დავწერდით კირხოფის პირველ განტოლებას ამ კვანძისათვის. იმიტომ რომ 2-დან 1-ია მხოლოდ დამოკიდებული. და მივიღებდით განტოლებათა სისტემა 3 უცნობით და ესენი იქნებოდა დენები. მე შეგახსენეთ თქვენ, წრედში იმდენი საპოვნელი დენია, იმდენი ასე ვთქვათ უცნობია დენის, რამდენი შტოც არის წრედში, იმდენი შესაბამისი განსხვავებული დენი გადის. ანუ იმ წრედში. აქ არის 3 შტო 3 დენია. ერთი დენი ეს, მეორე აქ რაც გადის, მესამე აქ რაც გადის. მიიღებდით განტოლებათა სისტემას 3 ასე ვთქვათ, 3 განტოლებათა სისტემას 3 განტოლებით. აქ კონტროლი დენების მეთოდით მიიღეთ განტოლებათა სისტემა 2 განტოლებით. განსხვავება არის ეს, რომ უფრო მარტივია და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ეს რო იყოს ბევრი კონტურიანი, აი 4 კონტური რო იყოს. 4 კონტურით 4 განტოლებით გამოხვალთ.
ასე ვთქვათ და მე მარტივი მათემატიკური გარდაქმნებით ვიდრე ვთქვათ შეიძლება იქ 9 და 8 განტოლება დაგჭირდეთ გააჩნია რამდენი შტოცაა ხო შეიძლება 10-იც ესა არსი ამ იგივე როგორც ზავის კვანძვა წინა დამავიწყდა თქვა წინ ამოცანაში ერთი განტოლებით გამოვძვერთ ასე ქვია და სხვა შემთხვევაში იქ დაგჭირდებოდა იქაც 3 განტოლების ამოხსნა დადებით ხარი ანუ შინ არსი რო გესმოდეთ ესაა რა ანუ მე შრომას რო გადავრჩი კირხობის კანონები არის უნივერსალური მაგრამ შრომატევადია ეს მეთოდები მოგონილია იმისათვის რომ როცა შეხედავ რომელიც უფრო გაწყობს უფრო ნაკლები მათემატიკური ოპერაციების შედეგად უნდა გამოხვიდე ესა ანალიზის და ასე ვთქვათ ამ ასე ვთქვათ დარგის სპეციალისტის თავარი დანიშნულება ოპტიმალურად გადაჭრეს ეგ საკითხი შეკითხვები ხომ არა გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით კარგით მაშინ გადავედი კი არა პრობლემა კი ბატონო კარგით ეხლა მესამე საკითხი რაც იქ იქნება ეს არის სუპერპოზიცია ვა სად არის ეს აი აქ სუპერპოზიცია ეს პრინციპი ყველაზე შედარებით ნუ არ ვიცი ახლა შრომატევადია ალბათ რომელიც მდგომარეობს შემდეგში ანალოგიურად როგორც წინა მეთოდი მუდმივი და ცვლადენებისათვის ამატებით გამოიყენება ორივეგან და ის მდგომარეობს შემდეგში რომ რამდენიმე მოდი ასე ვთქვათ ელექტრული წრედი შეგვიძლია დავყოთ პასიურ და აქტიურ ელემენტებად. აქტიური ელემენტი არის მაგალითად აქ ის ელემენტი, რომელიც არის ენერგიის შემომტანი წრეში. ან ძაბვის წყარო, ან დენის წყარო. ამ შემთხვევაში ეს დენის წყარო, ეს აღნიშნა შესაბამისად ეს ძაბვის წყარო. და ესენ ფაქტურად ერთ და იგივე, უბრალოდ ასე ვთქვათ, გამოსახულება შეიძლება იყოს გრაფიკულად, გამოტანილი, ასე ვთქვათ, ძაბვის, დენის წყაროც ძაბვის წყაროა. ეს იგივეა, უბრალოდ რაც ისეთ სხვაგვარი ინტერპრეტაციაა. დენის წყაროა ესეთ ძაბვის წყარო, რომლის შიდაწინააღმობა არის უსასრულოდ დიდი. მორჩა ეგა? და გარეწრეძე არა დამოკიდებული და რა ეს დენი გადის და გადის, აი 0.75-მდე. პასიური ელემენტები არის RLC ელემენტები, ან თქვა და ამ რაც აქ შეხვდება ამ კუში. რომელიც არის პასიური ელემენტები, ან R რეზისტორი, რომელიც არის ენერგიის მომხმარებელი, ხო? შთანთქავს ენერგია გამოყოფს სითბოს სახით. ან L და C, რომელიც ამ სიმძლავრეს და ენერგიას რხევას იწვევს, ურთიერთ მიმოქცევას იწვევს. ეს არის პასიური ელემენტები. სუპერპოზიციის პრინციპის თანახმად წრეში დენ განაწილება უნდა განისაზღვროს თითოეული აქტიური ელემენტის დამოუკიდებლად მოქმედების შედეგად და ყველა ამ ასე ვთქვათ დამოუკიდებელი მოქმედების შედეგად გამოწვეული შედეგების ზედების მეთოდით. ანუ აი მაგალითად ამ შტოში დენი რომ ვიპოვო სუპერპოზიციის პრინციპის თანახმად მე შემიძლია ჯერ განსაზღვრო მხოლოდ აი ამ წყაროს მოქმედების შედეგად, როცა ეს წყარო მხოლოდ მისი შიდაწინააღმობითაა ჩანაცვლებული, რა არის და შემდეგ ვიპოვო მხოლოდ აი ამ დენის წყაროს მოქმედების შედეგად, აქ რა დენი გადის და საბოლოო ჯამში ორივეს მოქმედების შედეგად მათი ალგებრული ჯამი იქნება. ესაა პრინციპი. ამ პრინციპის არსი მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო მეტი კვების წყაროს ელემენტია წრეში, რაც უფრო მეტი ძაბვის წყაროა, დენის წყაროა, მით უფრო მეტად რთულია წრედის ანგარიში. და დამოუკიდებლად განვიხილავ ამ ასე ვთქვათ წრედებს თითოეული ცალ-ცალკე. რომ ერთი, ასე ვთქვათ, რამდენიმე
კვების წყაროს მქონე წრედიდან გადავიდე რამდენიმე უფრო მარტივ წრედში, რომელსაც მხოლოდ ერთი კვების წყაროა. ერთი კვების წყაროს მქონე წრედი უფრო მარტივი სანგარიშოა, ვიდრე რამდენიმე კვების წყაროს მქონე. აქ 2-ია და შეიძლება იყოს 10, ხო? მაგრამ ეს მაინც რომ ატავადი იქნება და ის მეთოდები ჯობია ამას, მაგრამ ეს მეთოდია და ვსწავლობთ. პროცედურა ანგარიშის. დაიმახსოვრეთ ერთი რამ. ძაბვის წყარო წარმოდგება მისი შიდა წინაღობით ძაბვის წყაროსთან მიმდევრობით შეერთებული. ანუ ძაბვის წყარო შიდა წინაღობა, იდეალური წყარო, ხო არა, ანუ იდეალური და რეალური წყარო არის რა, რომ იდეალური ძაბვის წყაროში შიგნით წინაღობა ნულია და თვლით რომ ძაბვა რაც არის მის მომჭირვებსაც გამოდის არის ასე ვთქვათ ტოლი ამ ელექტრომოძრაობელი ძალის, მაგრამ ეს რეალურად არ ხდება, ძაბვის ვარდნას დანაკარგი შიგნით წყაროშიცაა. ცდილობენ რომ ისი წინაღობა მცირე იყოს, მაგრამ მას იდეალურად მაინც ვერ მოხერხდება და რაღაც მცირე დანაკარგი არსებობს. თუ წარმოდგენილია, ის წარმოდგენილია ძაბვის წყაროს აი ამ ელემენტით და პლუს მიმდევრობით შეერთებით. რაც შეეხება დენის წყაროთ, ისა ასე ვთქვათ წარმოდგენილი დენის წყარო პარალელურად ჩართული წინაღობით. აქ არა უბრალოდ ნაჩვენები. იდეალურ წყაროებზია საუბარი. აი პარალელურადაა ჩართული აქ წარმოვიდგინეთ. რატო პარალელურად? და ეს რატო მიმდევრობით? იმიტომ რომ მიმდევრობით ეს ნიშნავს რომ აქ რაღაც დენი რო გადის. ამ ელემენტზე იქნება ვარდნა, ესეც ინტერპრეტაცია, ვიღაცას მოუნდა კი არ ეგრეა საჭირო. იმიტომ რომ თუ მე ვამბობ რომ ძაბვის წყარო მაქვს და ამ წერტილში რეალურად მე ეს ძაბვა კი რაღაც კიდე დანაკარგი მაქვს წყაროში, მაშინ მიმდევრობით უნდა იყოს რაღაც ელემენტი, რომელზეც იქნება ძაბვის ვარდნა და მას უწოდებ ჩვენ შიდა წინაღობას. და ანალოგიურად დენის წყარო, როცა თქვა წრეში მაძლევს რაღაც 0.65 ამპერს. 0.65 ამპერს კი არ მაძლევს, მაძლევს 0.60 ასე ვთქვათ 4 სიტყვაზე. ეს საწავა დანარჩენია მიმდევრობით რომ ჩავუყო, მიმდევრობით წრეში დენი არ იყოფა. პარალელურად ერთვება ელემენტი, იმიტომ რომ გაიყოს დენი აქ. შინაარსი ფიზიკური უნდა გესმოდეთ. პარალელურად ამიტომ ერთება. რომ აი აქ დენი რომ მოვა, ნაწილი აქ ეცავა, ნაწილი წრეში. და მოდი ასე ვთქვათ, ეს მნიშვნელობები როგორი უნდა იყოს? ძაბვის წყაროში წინაღობა, შიდა წინაღობა დიდი უნდა გქონდეს თუ პატარა? ახლა იმდენად დიდი წინაღობა თუ მაქვს, რომ მთელი ძაბვა იქ იკარგება, მაშინ რა საჭიროა ეს კვების ელემენტი? შესაბამისად, აი ეს მიმდევრობითი შიდა წინაღობა არის ძალიან მცირე. ძალიან მცირე წინაღობა აქვს ამ ნებისმიერ კვების ელემენტს. ვაიღო ძალიან წვრილი სადენი იქნება და ძალიან ისეთ ცდილობენ რომ მინიმალური იყოს. და დენის წყაროს შინაღობა არის დიდი. იმიტომ რომ ამ პარალელურ სტოში ფაქტურად ძალიან მცირე დენი წავიდეს. აქ თუ წავიდა მთელი დენი, მაშინ რა ვიცი წრეში რაღაცავა. შესაბამისად სუპერპოზიციის პრინციპს გავიგეთ. შიდა წინაღობა ამის უსასრულოდ დიდია, ამის ძალიან მცირე. ყველა ამ წყაროს მოქმედება უნდა გამოიყენოთ დამოუკიდებლად. და როდესაც განვიხილავთ ერთი წყაროს მოქმედებას, დანარჩენი უნდა ჩანაცვლდეს შიდა წინაღობით. ესა გადამწყვეტი აქ. ანუ თუ განვიხილავთ აი ამ ძაბვის წყაროს, მაშინ ეს უნდა გამოვთოთ. მაგრამ ეს უნდა ჩავანაცვლოს შიდა წინაღობით. შიდა წინაღობა არის ეს წინაღობა, რომელიც უსასრულოდ დიდი. ანუ ფაქტიურად ნიშნავს რომ ეს გავხსნა. უსასრულოდ დიდი წინაღობა ნიშნავს რომ ამ შტოში დენი არ გავა. ანუ ფაქტიურად აი ესეთია. აი ესეთი გაიხსნა. ეს გაიხსნა. და მხოლოდ ეგ ძაბვის წყაროა. მეორე მხრივ, როცა ამ დენის წყაროს განვიხილავ, აქ ამ ელემენტში ამის შიდა წინაღობა იმდენად უსასრულოდ მცირე თუა, ანუ ფაქტიურად დამოკლება გამოდის ამ შტოში. აი აქ როგორცაა ნაჩვენები. ანუ ძაბვის წყარო ჩანაცვლდება მოკლე შერთვით და დენის წყარო იმ შტოში იხსნება ფაქტიურად. აი ეგ როგორცაა. შედეგად ვიპოვით დენ განაწილებებს და თითოეულისგან გამოწვეული დენის მნიშვნელობებს შევკრებთ და ის იქნება რეზულტატი დამოუკიდებლად მოქმედება კი გავიგე, მაგრამ ორივეს მოქმედებით ეს იქნება მათი ჯამი. წინას არ უნდა შევირჩიოთ მიმართულებები აქაც და თუ აღმოჩნდა რომ ჩვენ შედეგად განსაზღვრული დენი არის ამის საწინააღმდეგო, მაშინ გამოდის რომ არასდროს შეგვირჩევია და იქნება მისი 180 გრადუსით ფაზიდან საწინააღმდეგო რა. ეს არის ზოგად თეორიული ნაწილი. ასე რომ ვთქვათ,
ეხლა პრაქტიკული მაგალითი 17-13 ამოცანა. იგი და ეხლა გავითვალისწინე. წავისყარო შევაერთე. კარგით. ეხლა პირველი ამოცანა, ხო, ესეთი ამოცანაა, რომ სუპერპოზიციის თეორემის გამოყენებით განსაზღვრეთ აი ამ ასოციომი წინაღობის რეზისტორში დენის მნიშვნელობა. ესეც წრედი გვაქვს. პირველი როგორ შევთანხმდით? ვაკეთებთ რას? რომ დაუშვათ მოქმედებს მხოლოდ ეს ზავის წყარო. და ეს ჩავანაცვლოთ მისი შიდა წინაღობით. მაშინ ეს წრედი მიიღებს აი ამ სახის. შიდა წინაღობა მისია უსასრულო დიდი ფაქტორი, ახლა უსასრულო დიდი წინაღობა ჩადებთ თუ გახსნით იგივეა ამას. იმიტომ რომ ეს თუ იზოლირებულია, მათ შორის თუ სივრცეა, ეს ხო აი მუხტის გადინებისას აი ეს არ ექმნის დიდ წინაღობას. იმიტომ რომ ფაქტურად ახლა მუხტი იმდენად დიდი უნდა იყოს, აქ პოტენციალთა სხვაობა, რომ აი ამ ასე ვთქვათ, აირული ჰაერია თუ რაც ამის იონიზირება გამოიწვიოს და ამით გაატაროს მუხტები. ეს ჩვენ ნორმალურ პირობებში შეუძლებელია ფაქტურად არის გახსნილი. მივიღეთ ესეც წრეც, როცა მოქმედებს მხოლოდ ეს, ვიპოვოთ ეს ერთი დენი. აქ დენი როგორ განაწილდება? ამ ზავის წყაროდან წავა მარტო ამ კონტურში ტრიალეს, იმიტომ რომ აქეთ დენი არ გავა გახსნილი და წრეთ ხო უნდა შეიკრას. მხოლოდ აი ამ მიმართულებით ასე ვთქვათ, ამ კონტურში დარჩება ეს დენი. აქეთ აღარ გავა. და რა იქნება ეხა სრული წინაღობა ამის იქნება 120 პლუს G50 და ერთი დენი იქნება აი ამ ზავის წყაროს ელექტრომოძრაობის ძალა გაყოფილი ამ სრულ წინაღობაზე. აქ მან ესე იგი ეს 120 პლუს G50 ომი ჩაწერა ამ პოლარულ კოორდინატებში. ეს როგორც გითხარით ეხლა ჩვენ ჩაწერთ, არ ჩაწერთ, ეს თქვენი საქმეა. სავარაუდოდ გაგიჭირდებათ ახლა აქ ტანგებს ვერ იპოვეთ აქ. მაგრამ არა იქ პრობლემა. მიიღო რომ ერთი დენი არის ეს დენი, რომელიც აი ამ მიმართულება არის ზემოდან ქვემოთ. აი ამ მიმართულებით. ეხლა ვიღოთ კაი ეს გავიგე. ერთ აი ამ ზავის წყაროს მოქმედების შედეგად მე ეს დენი გადის. მაგრამ აქვს სხვა აქტიური ელემენტიცაა. აი მაგალითად ეს დენის წყარო აქ როგორ სქემა დაგვშება? ეს რაც არის და აი ეს ზავის წყარო ფაქტორად დამოკდება, როგორც თქვით. აქ იცოდეთ, რომ ამ ასე თქვა სუპერპოზიციისას ამ სხვადასხვა წრედი გექნებათ. მხოლოდ უნდა იფიქროთ აქტიური ელემენტს რა უნდა. პასიური არ შეიცვალა, R, L და C-ს არ შეხედოთ, ის დარჩება, რაც იყო დარჩება, აქ უნდა აი აქაც შეიცვალა მალტო ეს, ამოვიღეთ ეს თლიანად, მეორეში ეს დამოკდა. მეტი არაფერი არ იცვლება. პასიური ანუ ორი ვარიანტი უნდა გავაკეთოთ, ისიც უნდა ამოვიღოთ და ისიც უნდა ამოვიღოთ, ხო? რა თქმა უნდა, ჯერ განიხილავთ მარტო ამ ყვების წყაროს მოქმედებით, აქ რა ხდება წრეში. ეს რო არ არის. და შემდეგ პირიქით, ეს რომ არის, მარტო მე რა ხდება და მათი სუპერ ზედდება იქნება ჯამში, როდესაც ორივეა, მაშინ რა მოხდება? აი რა ვიცი, თუ გასაგებია. მეორე შემთხვევაში, ეხლა აქ რა დენი გავა? აქ რომ მოდის ეს დენი, ეს მიმართულებას ტყუილ არ გიჩვენეთ, ეს მიმართულება ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით გადის დენი. ამ კვანტში დენი გაიყოფა. დენი წავა ამ მიმართულებით და ამ მიმართულებით. მე მაინტერესებს ასოციომის წინაღობის რეზისტორში გასული დენი და ამაზე მაქვს აქცენტი. შესაბამისად აქ რა დენი გავა? წინაღობათა უკუპროპორციულად განაწილდება. და ეს მარტივად მტკიცდება, რომ აი ასეთი ფორმითაა რა. ზავის ვარდნების მიხედვით კეთდება ეს. და განსაზღვრა ამ შტოში გასული დენის მნიშვნელობა. აი ამ გამოსახულებით. ანუ აქ გავა აი ამ პარალელური ორი შტოდან მეორე შტოს წინაღობა გაყოფილი მათ ჯამზე. ეს მტკიცდება მარტივად. უბრალოდ მაგ დამტკიცებას ვერ შეუდგებით. და გამრავლებული იდეზე, ანუ იდენი იყოფა ორ ნაწილად, აქ ორი დენი და თქვა ერთი დენი. და მიიღო რომ ეს არის
აი ეს 0.25 რაღაც კუთხე. ოღონ არის ზემო მიმართულებით, ხო აქ? აი ესე იყოფა. და პირველ შემთხვევაში მარტო კვების წყარო რომ იყო, დენი გადის ამ მიმართულებით. მეორე შემთხვევაში ამ მიმართულებით გადის. საწინააღმდეგოა. მოდულითაც განსხვავებულია. მაშინ რეალურად რა ყოფილა? მათი სხვაობა. ახლა ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ეს მნიშვნელობები გამოაკლო ერთმანეთს და მიიღო აი ეს დენი. ეხლა მიმართულება როგორ გავსავს ხოლმე? საბოლოო ჯამში როგორი იქნება? კი, ეს მივიღე. მიმართულება საქმე რაშია? დაუკვირდით ფაზასა და მინუსი აქვს. აქაც მინუსი იყო. შესაბამისად ამ მიმართულების იქნება. აქ მეორეში დადებითი იყო. ძირითადად ეს მიგანიშნეთ. ანუ სხვანაირად როგორ ვთქვათ? ძაბვის წყაროს მოქმედება გადააჭარბა დენის წყაროს მოქმედებას. ეს ძლევს დენის წყაროს მოქმედებას. და მხოლოდ ძაბვის წყაროს მოქმედების შედეგად დენს რა მიმართულებაც აქვს? რეზულტატში იგივე სურათი შეინარჩუნა. ვერ დაძლია. ეს რო უფრო მეტი ძლავრი წყარო ყოფილიყო, მაშინ ეს სურათი დაძლებდა და დენის მნიშვნელობაც უფრო მეტი იქნებოდა და რომ დააჯამებდით, აი დაახლოებით ამ ის მსგავს მიიღებდით და მიმართულებაც შესაბამისი იქნებოდა. რომელი კომპონენტი, რომელი აქტიური ელემენტი დაძლევს? აი ამაზეა საუბარი. მიმართულების ნაწილში. ეს არის სუპერპოზიციის პრინციპი. ახლა რა არის ამის ბენეფიტი? აქაც სამი განტოლება უნდა დაგეწერათ და სამი განტოლებათა სისტემა უნდა მოგიხსნათ. სამი განტოლებათა სისტემის ამოხსნა მატრიცული გზით ხდება. იქ კრამერის იმას ვერ გადარჩევით. აქ უკვე შეხედეთ. მარტივად გადაჭრა საკითხი რა. სუპერპოზიციით მარტივ სქემებზე გადავიდა და ფაქტიურად განტოლებებით ძალიან ელემენტარული დაჭდა ხო აქ რა. აი ეს არის ბენეფიტი ამის. სარგებელი რომ მე ავწდი თულ მათემატიკური გარდაქმნებს და ეხა ბევრი წყარო როდესაცაა და ბევრი ელემენტი იქ შეიძლება აცილებით უკეთესი იყოს ეს 4 და 5 განტოლება და მეტი თუა თავისთავად ხელსაყრელი ამის გამოყენება. შეკითხვები? თეორიაში რამდენი კითხვა იქნება ზოგადად? თუ თეორია ერთი საკითხი იქნება. ერთი საკითხი. და ეს თეორია რომელი პარაგრაფი იყო? თეორია არის 12-ის 11-დან 12-ის 14-ის ჩათვლით. ანუ ზუსტად აი ამოცანების ანალოგიური იქნება მოსული ამოცანები ფაქტობრივად იქნება ძალიან მსგავსი ამ კონფიგურაცია თითქმის ემთხვევა და აქ მაგალითად ახლა შეიძლება მე მთვარვსდები აქ ძაბვის წყაროა ორივე. ეს უკეთესია, უფრო ნაკლებ დაბნელობას იწვევს. აქ სიტყვაზე განსხვავება ესაა. ისეთი რაღაც მარტივი რაღაცეები. რა თქვა შეიძლება აქ მარტო ერები იყოს ან პირიქით. განსხვავება არის, ესე თქვა, ძალიან მინიმალური. შინაარსი ერთ და იგივეა. მოკლედ ეს იყო, მაშინ თუ შეკითხვები არა გაქვთ, ეს საკითხებია. ეს ამ საკითხებზე არის ესეთი სამი ამოცანა და ერთ თეორია, რა ვიცი ახლა თუ არ აურიეს, მე გადავგზავნე იქ სამი ვარიანტია. ერთია ძირითადი, ერთია აღდგენა და გადაბარება და ძირითადში არის და სხვებშიც ესეა. კაი, მას ან დავასრულეთ? კარგით, მაშინ ჩაიწერეთ ტელეფონის ნომერი თუ გინდათ. მაქვს. 555 700 535. 18 კულა ხო გამსვლელი? ეხლა ბონუსად ეხლა რა არის, იცით? არა, სწორება რომ გქონდეს, ხო, ეს ესე ვიცი, რომ 18 კულა. დიახ,
კარგით, მოკლედ ასია წარმატებებს გისურვებთ, თუ რამე დამეკავშირდით. დიდი მადლობა. ახონდის ხონდის.